მაინტერესებს შეაფასოთ ის, რაც მოხდა კონკრეტულად გორში და როგორც გრძელდება ახლა ეს პროცესი და ცხადია საუბრის ძირითადი თემა მაინც შეეხება იმ კითხვაზე პასუხის კომპეტენტურად გაცემას არის თუ არა საქართველოში უკვე ძალადობა სისტემატიზირებული. ანუ შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ სამართალდამცავი სისტემა სისტემური ძალადობის გამოვლენა ჩამოყალიბდა. მოგესალმებით. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და მადლობა იმისთვის, რომ თქვენმა კოლეგებმა, თქვენმა ჟურნალისტებმა, მისმა კოლეგებმა მოახერხეს ამ კადრების გასაჯაროება. ეს რომ ესე არ ყოფილიყო, როგორც თქვენ შესავალ სიტყვაში იყო ნათქვამი, ამ ფაქტს არანაირი მსვლელობა არ მიეცემოდა, გვეტყოდნენ, რომ არ დადასტურდა არანაირი დანაშაულის შემადგენლობა. ხო, მსვლელობა მიეცემოდა, ოღონდ იმ სხვერებს დაიჭერდნენ. ქვას კი არა, მართლა იერარქს და ნარკოტიკს დააბრალებდნენ. ჩვენ ამის მაგალითები ვქონდა დღეს ახალ ფორმულაში, ანალოგიურ ფაქტებზე, ახალგაზრდებზე, მათი მშობლები და სხვა მოწმეები ყვებოდნენ ზუსტად ანალოგიურ სურათს. ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი იყო, რომ ჩვენი ჟურნალისტის, რომელსაც ხელფასსაც ვერ უხდით, ლადო ბიჭაშვილი საცხოვრებელი სახლის აივნის წინ არ მომხდარა ეს ყველაფერი, რომ მას შესაძლებლობა ჰქონდოდა სრულიად შემთხვევით ეს გადაიღო და მარტო გადაღებაც არ არის რა. სითამამე უნდა იყოს, რომ ეს ყველაფერი გაავრცელო. ლადოც იმ ქალაქში ცხოვრობს, სადაც ეს მოძალადეები არიან. კი, და ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, საერთოდ არ წარმოადგენს რამე იზოლირებულ შემთხვევას. ამ ქვეყანაში ჩემი პირველი რეაქცია ამ კადრების ნახვაზე იყო ის, რომ ეს არის გამოძახილი იმ დაუსჯელობის, რაც ამ ქვეყანაში ნახეთ წლების განმავლობაში, 24 წლის თლიანი განმავლობაში, 25 წელს არ ერთ შემთხვევა პოლიციას აქ დაუსჯელობაზე მწვანე ანთებული. მათ იციან, რომ მათ პასუხს არ მოთხოვენ, იმიტომ რომ მათზე დგას ივანიშვილის რეჟიმი და შესაბამისად ამისთვის საჭიროა ის, რომ მათ ჰქონდეთ გარანტიები, ისინი იყვნენ დაცულები. წმინდა საპოლიციო პერსპექტივით რო შეხედოთ ამ კადრებს, ეს მართლა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ თითქოს იქ რაღაც საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა. წმინდა საგამოძიებო მოქმედების კუთხით ეს რას გავს? წმინდა საპოლიციო თვალსაზრისით ალბათ გვიყურებენ მოქმედი პოლიციელები, ყოფილი პოლიციელები. ესე როგორ შეიძლება პოლიციელი იქცეოდეს? პოლიციელს თუ მართლა დანაშაულს უკვე ჯერ ერთი ორ კაცს ამდენი ადამიანი დასდევს. მეორე რანაირი საგამოძიებო მოქმედებაა ეს? რომელი კანონმდებლობით არის ეს განსაზღვრული? ეს იყო აკუგირებადი გაგაწყვეტინებთ. ძირითადად გასაგებია, რომ ძირითადად დაზარალებულზე ვარ ჩვენ ფოკუსირებულები და ყურადღების მიღმა დაგვრჩა აი ამ კადრებში კარგად ჩანს, როცა გამეორდება წრიულად. მისი მეგობარი, რომელიც იქ მიდის აი ესე დგას უბრალოდ და იმასაც როგორ უსურვებენ. მიათრევენ, ძირსაგდებენ და ასე შემდეგ. ხო და რატომ ამბობ ამას რა, რომ იქ გამართლებები ხო დაიწყეს, თითქოს ის ან წინააღმდეგობას უწევდა და თურმე იმ უბედურებაში ქვას წამოვალო ხელი კი არა, რაც მოხდება ხელში, ყველაფერი დაიცავა ადამიანის თავს, მაგრამ ის აი ზუსტად ეს კადრი გადის ახლა. მეგობარი იქვე ხელოსანი ადამიანი, პატიოსანი, მშრომელი, რომელიც მივიდა თავის მეგობარს გამოსარჩილებოდა კი არა, უბრალოდ დგას, მიდიან და მასაც აგინებენ, აგდებენ, ცემენ, როგორ ექცევიან, ის რამე მაპროვოცირებელი, საქციელის მატარებელი ყო არა ხო? ამიტომ ეს საპოლიციო ოპერაცია, საპოლიციო დომხალია, რასაც ქვია ეს ყველაფერი, ზუსტად ის რუსული სახელი უნდა დავარქვათ, რისი გაგრძელება და გამოვლინებას და რა ტრადიციის გამაგრძელებელადაც იქცა ივანიშვილის პოლიცია დღეს საქართველოში. ნამდვილად, აბსოლუტურად გეთანხმებით და ქართული ოცნება, რომ რეალურად მართლა დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფალი იყოს, არ იყვნენ არალეგიტიმურები, არ ქონდეთ არჩევნების გაყალბების შედეგად ხელისუფლება ხელთ ჩაგდებული და მართლა იმაზე ფიქრობდეს, რომ ხვალდაზე ეგ არჩევნებზე შეიძლება გავიდეს და ეს მას დააზარალებს. კარგ ქვეყანაში პირველი რეაქცია რაც იქნებოდა, მინისტრი აიღებდა პასუხისმგებლობას, იტყოდა, რომ შეცვლიდა რაღაც მიდგომას. წლებია რეკომენდაცია არის გაცემული ადგილობრივი და საერთაშორისო მექანიზმების მხრიდან, რომ კრიმინალურმა პოლიციამ ატაროს სამხრე კამერები. რა ამის ფული არა აქვთ? უაზროდ ნახარჯი ბენზინის მაგივრად ეს არ შეუძლიათ გააკეთოთ? ამაში ფული გვაქვს გადახდით. რა თქმა უნდა. მე მახსოვს ტენდერები, უზარმაზარი სიუჟეტები მივუძღვენით მილიონობით. იმაზე მეტი რაოდენობის თანხა ამ კამერებში გადახდილი, რა ჭირდება დიუშენი დაავადებულ ბავშვებს ყველა წამლის შესაძენად. თან საპატრულო პოლიციაც არის მისული კადრებში ჩანს. საპატრულო პოლიცია რატო არ ჩართო სამხრე კამერები თუ მართლა დანაშაულს ჰქონდა ადგილი? ამ ყველაფერს ჭირდება პოლიტიკური პასუხი, ამ ყველაფერს ჭირდება სამართლებრივი პასუხი და სამწუხაროდ რომ არა ეს კადრები, ეს 6 პირის მიმართ წარდგენილი ბრალდებაც სამწუხაროდ არ გვექნებოდა. თვითონ ეს ბრალდება რამდენად გამართულია, არ ვარ ამაში დარწმუნებული, კვალიფიკაცია, რომელსაც გვთავაზობს პროკურატურა, აშკარად უფრო რბილი მუხლია, ეს არის კლასიკური წამება, ეს არის კლასიკური ან არაადამიანური მოპყრობა და ამას ჭირდება შესაბამისი ძიმე მუხლებით პასუხისმგებლობის წარდგენა, რომ ხვალდაზე ადამიანებს სურვილი აღარ გაუჩნდეს ამნაირი რაღაცის გაკეთების. ამასთან ერთად
აუცილებელი არის რომ ეს რო რაღაცა სპორადული ერთჯერადი შემთხვევა იყოს, არ იყოს სისტემური იმის ნაწილი. პირველი რასაც პოლიტიკოსი ამ შემთხვევაში გააკეთებდა, გაემიჯნებოდა და დაგმობდა. რაღაცა ურბილესი სიტყვებით, რაღაცა თითქოს რაღაცა პატარა ინციდენტი მოხდა, აი ესეთ შეფასება ქონდა. წულუკიანის შეფასება კი საერთოდ ისე იყო, რომ რაღაცა ცდილობდა, რომ ჩვენ ჩასაფრებული ყავს ხალხი და ამნაირი რაღაცეებით მათ ეძლევა სანახად ნუ გააკეთებთ. წულუკიანი არაერთი გადაწყვეტილების და განჩინების პროექტის ავტორია ევროსასამართლოში, სადაც ევროსასამართლო პირდაპირ წერს, რომ როცა ამ ტიპის დანაშაულებს აქვს ადგილი, ხელისუფლების წარმომადგენლის კაფიო დაგმობა, მის წინააღმდეგ გამოსვლა არის აუცილებელი და როცა ამას სახელმწიფო არ აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ ეს არის საბოლოო ჯამში მათი მხრიდან მწვანე შუქანთებული, მათი მხრიდან ნებადართული და დიდი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი. როცა ამას ხედავთ ჩვენ, ეს არ არის სამწუხაროდ იზოლირებული ინციდენტი. არაერთ შემთხვევაზე ისმის სხვადასხვა პირის მხრიდან. სამწუხაროდ ყველგან ლადო ბიჭაშვილისნაირი ჟურნალისტები, მისი კოლეგებისნაირები არ არიან, რომ ესე ვთქვათ, ეს გადაიღონ. ეს ყოფით სივრცეში ხდება, ისეთ სივრცეში, სადაც კამერები არ არის, სწორი მზანე ზოგს ეშინია ამის გადაღება, იმიტომ რომ ეს ადამიანები არ მგონია ვინმეს ინდობდნენ და სხვადასხვა დაშინების მეთოდებს რომ იყენებდნენ. ესეთი შემთხვევები მრავლად აქვს დაფიქსირებული სხვადასხვა სტატისტიკიდან გამომდინარე, კარგად იკითხება სახალხო დამცველსაც. სახალხო დამცველი ახლა მოქმედ სახალხო დამცველს. ამას რატო ვაზუსტებ? იმიტომ რომ მთელი 2 დღის განმავლობაში მთავარი აქცენტი რაც არის სახელმწიფო პროპაგანდის, როგორც პარლამენტის წარმოდგენილი სპიკერების, ასევე სხვა ტიპის, ასე ვთქვათ, პროპაგანდისტული უზრუნველყოფა, რასაც ქვია, ხო? არხები იქნება ეს მათი თუ ტროლები და ასე შემდეგ. მთავარი რაა, რომ ნუ გვაბრალებთ, რომ ეს სისტემურია, სისტემური იყო თურმე ნაცების დროს და ამა დროს ეს სისტემური არ არის. როდესაც ამ სისტემურობის შესახებ და ამ პრობლემების შესახებ უკვე არაერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო დასკვნაში და მათ შორის მოქმედი სახალხო დამცველის დასკვნაში სიტყვა-სიტყვით ესე წერია. აი ერთ მაგალითს მოგიყვანთ მარტო, სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში 54 შემთხვევა არის მოყვანილი ფაქტი ისეთი, რომელსაც ისინი ესეთი შერჩევითი მონიტორინგის შედეგად წააწყდნენ, სადაც დაკავების ოქმში არ იყო დაზიანება აღნიშნული, ანუ და შემდგომ იზოლატორში უკვე დაზიანება იყო აღნიშნული. ანუ ამ პერიოდში, იმ პერიოდში, როცა ადამიანი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იყო, მარტო 54 ესეთი შემთხვევა იპოვეს შემთხვევითი შერჩევის შედეგად. წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა არაერთი შემთხვევა დააფიქსირა. ისინი საერთოდ შეესწრნენ იმ ფაქტს, რომ როდესაც წეროვანის ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებაში ადამიანს დაემუქრნენ გაუპატიურებით, დუბინკის გამოყენებით და საშინელებებით, რომ ამ ყველაფერს ის აღწერდა, როდესაც ის შეხვდა დროებითი მოთავსების იზოლატორში. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ არაერთი შემთხვევა დასტურდება, სადაც შემორტყმა არის პოლიციის მხრიდან განხორციელებული, მათ გაცემული აქვთ რეკომენდაცია, რომ პოლიციამ გამოიყენოს ვიდეო ჩაწერა. ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ იმდენად ბევრი სხვადასხვა მიმართულებით პრობლემა იკვეთება საქართველოში, რომ ამ პოლიციელებს სიტყვაზე ვერ ენდობი, ამ პოლიციელებს ჭირდება შესაბამისი გარანტიები. ამნაირი პოლიციელები როცა ყავს გაშვებული, რა თქმა უნდა, იქ საჭირო არის, რომ კონდეს ამ შემთხვევაში შესაბამისი ვიდეო მოწყობილობა. მათ შორის კარგი პოლიციელებიც მე რა თქმა უნდა შორს ვარ იმას რისგან რომ პოლიციაში ყველა ცუდი ადამიანია, არიან რა თქმა უნდა ადამიანები, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ, რომლებსაც არანაირი პროფესიული მომზადება არ გაუვლიათ, რომლებიც პოლიტიკური ლოიალობის მიხედვით შეირჩნენ, მაგრამ იმ კარგ პოლიციელებსაც მათ იმიჯს, მათ საქმეს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ესჭირდება, იმიტომ რომ ეს არის გამოსასწორებელი ამ ქვეყანაში. რამდენიმე ხნის წინ მომიწია პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში ყოფნა. დავაკვირდი ჭერს. ყველა კამერა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გიორგი გახარიას მინისტრობის დროს იქნა დამონტაჟებული, ყველა ბევრ პოლიციის განყოფილებაში სტატისტიკურად ძალიან ბევრი იყო იმ მომენტისთვის. ყველგან იყო კამერები მოხსნილი, სპეციალური სათვალთვალო კამერები იმისთვის, რათა სადაც მე თქვენ ნებისმიერ პირს შეიძლება მოუწიოს იქ ყოფნა, მას კონდეს დაცულობის შეგრძნება. ეს კამერები იყო მთლიანად მოხსნილი. სახალხო დამცველის ანგარიშს რო ჩახედოთ, ნახავთ რომ კამერების რაოდენობა სამწუხაროდ აღარ იმატებს, პირიქით უამრავი განყოფილება გვაქვს, სადაც საერთოდ კამერა არ არის. ეს ადასტურებს იმას, რომ ქართულ ოცნებას არ სურს წამების წინააღმდეგ სისტემური ბრძოლა. პოლიცია არის მათი
მნიშვნელოვანი ხერხემალი და პოლიციას აქ მწვანე შუქი ბევრ რამეზე ანთებული. რომ არა ეს ვიდეო გადაღება, ამის ჩვეულებრივი ჩაფარცხვაც მოხდებოდა მარტივად. გიორგი, თქვენ უყურებთ იმ ადამიანის უფლებების კუთხიდან, რომლებზეც ეს ძალადობა ხორციელდება, რომლებიც წარმოადგენენ მსხვერპლს. და მე ცოტა სხვა თვალითაც შევხედავ, თუმცა თქვენი აქცენტი აქითაც იყო, რომ სისტემაში პოლიციელის მუნდირისა და ღირსების მქონე ადამიანების ბედზე. ამაზე ძალიან ვფიქრობ დღეების განმავლობაში და არა მარტო ამ დღეების. ერთ-ერთი ჩემი პირველი რეპორტაჟი, რომელიც როგორც ჟურნალისტმა დამწყებმა მოვამზადე, უკავშირდებოდა ჯერ კიდევ მილიციის, საბჭოთა კავშირის დროა ჯერ კიდევ, მაგრამ უკვე ესეთი პერიოდია ოპერატიული მუშაკების, ახალგაზრდა ოპერატიული მუშაკების რთულ სამუშაოს. იმ დროს მithumet ეს მართლა ძალიან რთული სიტუაცია იყო, იარაღი განუკითხაობა და რამდენიმე დღე და ღამე გავატარე მათ განყოფილებებში, მათ შორის ერთი აქ და მეორე დაწმინდაზე და კამერის მიღმა საუბრების დროს კი არ აღმოვაჩინეს, მაშინ თბილისში ყველამ ვიცოდით, განსაკუთრებით ბიჭებმა და ახალგაზრდებმა, ვისაც ქუჩასთან შეხება ჰქონდა. ჩვენ ვიცოდით, რომელ განყოფილებებში იყვნენ უფრო სასტიკი ოპერები, ასე ვთქვათ, გვარებით ვიცოდით. ბევრი ახლა ჩემი თავების ადამიანი რომ მიყურებს ეს ყველაფერი ახსენდებათ. და როცა ვეკითხებოდი მათ რომ აი ასე რატო იქცევიან, რატო იმიტომ რომ ძალიან დიდი იყო მსგავსება კრიმინალური სამყაროს სუბკულტურის ქცევით თვისებების იმასთან რასაც ისინი აკეთებდნენ. აი მაგალითად ის რომ ახალ მიღებული პოლიციელი უნდა წაეყვანათ რაღაცა ტიპის ოპერაციებს და როდესაც ისინი ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ ან გარეთ ოპერაციაზე ან მოყვანილს უკვე განყოფილებაში, ყველას ერთად უნდა მიიღო მონაწილეობა ცემაში და ფიზიკურ ძალადობაში. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გამოცდა, რომლის ჩაბარება წარმოადგენდა წინაპირობას, ანუ გასაღები იყო, ბილეთი იყო ამ სისტემაში შემოსვლის და ეს იყო აუცილებელი წინაპირობა შემდგომი კარიერული ზემოწვლის. ეს დრო დაბრუნდა. იდეაში რო თქვა დიდად ეს დრო არც წასულა, მაგრამ იყო რაღაცა რეფორმების მცდელობები, იყო მათ შორის კამერების, ამიტომ რაზეც თქვენ საუბრობთ, აი ეს კამერა იქნება თუ სხვა ტიპის მონიტორინგის საშუალებები, ეს პირველ რიგში შედის ამ სისტემის გაკეთილშობილების, მათი ღირსების აღდგენის და მათი ავტორიტეტის აღდგენისთვის, რომ ახალგაზრდა ადამიანი, აი 19 წლის ახალგაზრდა, რომელიც როგორ ვთქვა, ხა იმ ნაცემი ბიჭის ფონზე, რომ ის 19 წლის ბიჭი მეწოდება თქო, რომელიც ამ თემაში მონაწილეობდა, ხო, რომელიცაც ეს სასამართლომ სხვა 6-თან ერთად მიუსაჯა, მაგრამ ეს არის მსხვერპლი შეიძლება ესე ზუსტად ამის თქვა მინდა რა, რომ არის ხალხი, რომელიც პოლიციაში ზუსტად იმიტომ მიდის, რომ საქართველოს დროშა გქონდეს გამოსახული და ოფიცრის მას მიაღწიოს და ემსახუროს ფიცხოს საქართველოს წინაშე ამიტოდებენ რა. ყველა იმისთვის ხო არ მედის, რომ ეს უბედურება ატრიალოს და პრემიები მიიღოს ადამიანების დასახიჩრებაში, ხო? ამიტომ ამ ადამიანებისთვისაც ეს ყველაფერი გასაკეთებელი და ამ პოლიციელებისათვისაც არის ეს ბრძოლა საწარმოებელი. კიდევ რას დაამატებდით რეკომენდაციების ხარისხში, რაც უნდა გაკეთდეს აუცილებლად იმისთვის, რომ აი ეს უბედურება შეჩერდეს. ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური პასუხი. შეიძლება ეხა სავარაუდოდ ვიღაცას მოხსნიან, ვიღაცას გაუშვებენ, შეიძლება ვიღაცას კიდე ბრალი წაუყენონ. ამ ყველაფერს თუ სისტემურად არ უპასუხეთ, ესე დარჩება. სამწუხაროდ, როცა ხედავთ პოლიტიკოსების მხრიდან შეგულიანებულ სისტემას, ეხლა ამის ნაკლებ შანსს ხედავ, მაგრამ მეტი და მეტი ამ კუთხით არის სამუშაო, პოლიციელებს სჭირდებათ აღჭურვა კამერებით, პოლიციელებს სჭირდებათ ნებისმიერ ხალხთან შეხებისას ამის ფიქსაცია, იმიტომ რომ ყველანაირი უნდობლობის ზღვარი აქვს გადალახული, ამას ხედავთ ჩვენ პოლიტპატიმრების ცემის შემთხვევებში, ამას ხედავთ ჩვენ ყოველდღიურ საქმეებში, ამას ჩვენი მაყურებელი ახლა როცა გვიყურებს დარწმუნებული ვარ, ბევრ მათგანს გაახსენდება ყოფით მდგომარეობაში, არაერთ ახალგაზრდას დაუფიქსირებია ჩემთვის ღამე როგორ აჩერებს ჩანთაში გთხოვს, ესე ვთქვათ, კერთხავს, მოითხოვს მათგან რომ ჩახედონ ჩანთაში, ხშირად არაეთიკური მიმართვა, არაერთ ძალადობრივ შემთხვევაზეა საუბარი. ეს ყველაფერი საჭიროებს სისტემურ პასუხს, საჭიროებს ტექნიკით აღჭურვას, საჭიროებს საპროცესო გარანტიებით განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ნახავთ იმას, რომ ესეთი შემთხვევა სამწუხაროდ კიდევ და კიდევ მეტი იქნება. და ღმერთმა არ ქნეს, მაგრამ ეს შემთხვევა, ანუ ეს შემთხვევა, როცა კოკა წყალს ყოველთვის არ მოიტანს და
შეიძლება ფატალური შედეგები დამთავრდეს, გაიხსენონ მათი წინამორბედების მაგალითებიც და იქაც ზუსტად ასე ვითარდებოდა დინამიკა და შემდეგ ვიღებდით იმ სამწუხარო შედეგებს, რომელზეც ჩვენ ადრე ბევრი გვისაუბრეთ. კი, და ძალიან მოკლე რემარკის სახით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბატონი პაატას უსაფრთხოება იყოს დაცული, ამ ადამიანთან ეცდებიან დარწმუნებული ვარ არაერთ დაშინებას, არაერთ ზემოქმედებას, იმანრობან ჩვენება შეცვალოს, რაღაც სხვა თქვას და ადამიანები ამ დაშინების მცდელობის სიმპტომებს სამწუხაროდ უკვე ვატყობთ არა მარტო მისი ოჯახის წევრების, არამედ სხვა ნიშნებითაც, მაგრამ ეს უკვე ისეთი შემთხვევაა, რომ მარტო მათზე არ არის დამოკიდებული საჯარო და არც რეაქცია. ამის დიდი დამსახურება